მოგესალმებით ყველას, თქვენი მყოფებით არხზე ისწავლე ყველაფერი კომპიუტერზე. დღევანდელი ვიდეო გაკვეთილით მე მინდა გასწავლოთ თუ როგორ შეგვიძლია ძალიან მარტივად Windows-ის ფოლდერზე გამოსახულების შეცვლა. Windows-ის ფოლდერზე გამოსახულების შესაცვლელად ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი განსხვავებული გზა. პირველი ეს არის უშუალოდ Windows-ის შიდა ბიბლიოთეკიდან არჩეული ფოტო, რომლის დაყენებაც შეგვიძლია. ხოლო მეორე ნებისმიერი საიტიდან, სადაც მსგავსი გაფორმებები არსებობს, გადმოვიწეროთ ჩვენთვის ასურული მათგანი და დავაყენოთ ის. პირველ რიგში მოდით დავაყენოთ უშუალოდ Windows-იდან. ამისთვის შევქმნათ ფოლდერი. დავაჭიროთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, შემდგომ Property, შემდგომ Customize, შემდგომ Change Icon და აქედან უკვე ვირჩევთ ჩემთვის სასურველ გამოსახულებას. მაგალითად, ეს გამოსახულება. ვაჭრებით OK-ს, Apply Okay. და როგორც ხედავთ, ფოლდერზე დაყენდა ზუსტად ის გამოსახულება, რომელიც მე ავირჩიე. ეხლა მეორე გზაზე გადავიდეთ. და გადმოვწეროთ ჩვენთვის სასურველი გამოსახულებები. სანამ გადმოვწერდეთ გამოსახულებებს, მინდა გითხრათ, რომ გამოსახულებები, რომლებსაც გადმოვწერთ, ანუ ეგრეთ წოდებული იკონები, შეიძლება არ იყოს იმ ხარისხის, რომელიც არის საჭირო. სწორი ხარისხი არის ICO, მაგრამ შეიძლება იყოს PNG ხარისხში. თუ PNG ხარისხში იქნება, ჩვენ მოგვიწევს online ხარისხის შემცვლელი კონვერტორის გამოყენება, რათა გადავაკონვერტიროთ საჭირო ხარისხში, ეს თუ ის PNG ფაილი და შემდგომ უკვე ის გამოვიყენოთ როგორც ფოლდერის გაფორმება. პირველ რიგში გავხსნათ ჩვენი ბრაუზერი. შემდგომ საძიებო სისტემაში ჩავწეროთ Windows. შემდგომ გადავიდეთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ავირჩიოთ გრაფა იკონკი, შემდგომ იკონკი დია Windows, ან უბრალოდ Windows-ი მონიშნეთ. აქედან უკვე ავირჩიოთ თქვენთვის ან ჩემთვის სასურველი, უпростоრად თქვენთვის სასურველი გამოსახულებების გრაფა აერჩიეთ, რომელი უფრო მოგეწონებათ. მოდით მაგალითად აი პირველივეს გადმოვწერ. დავაჭიროთ გადმოწერის ღილაკს. აველოდები ახლა რამოდენიმე წამი. შემდგომ ისევ sketch file და ვინახავ სასურველ ადგილას. ჩემ შემთხვევაში ეს არის დესკტოპი. როგორც კი გადმოწერს, ბრაუზერი შემიძლია გავთიშო ან ჩავკეცო და ამოვაარქივო WinRAR ფაილში არსებული ყველა კომპონენტი. ამის შემდგომ გავხსნათ ამოარქივებული ფოლდერი. და აი აქ ჩემ დასაბედნიეროდ არის სწორი ხარისხით. ეს არის ICO ხარისხი. მაგრამ თქვენ შეიძლება შეგხვდეთ იგივე PNG ხარისხები. ეხლა მე თქვენ გასწავლით, თუ თქვენ შეგხვდათ PNG ხარისხი, როგორ უნდა გადაიყვანოთ ისინი SOR ხარისხში და შემდგომ როგორ უნდა გამოიყენოთ ის როგორც ბრაუზერის გაფორმება. შემდგომ კი გასწავლით გადმოწერილი სწორი ხარისხის მქონე იკონის დაყენებას ფოლდერებზე. პირველ რიგში მოდით შევუწვავოთ ხარისხი. ამისათვის საჭიროა რომ გავხსნათ ბრაუზერი და საძიებო სისტემაში ჩავწეროთ PNG თუ ICO. ესეც ასე. შემდგომ გადავიდეთ აი ვებსაიტზე. ამის შემდგომ დავაჭიროთ select file. შემდგომ desktop-ი. შემდგომ აი ფოლდერი და PNG გრაფიდან ავირჩიოთ რომელიმე, რომელიც მე ან თქვენ მოგეწონებათ. მაგალითად მე ახლა მომწონს იგივე Mozilla Firefox-ის გამოსახულებიანი ხატულა. Open და შემდგომ convert. აქტიური ლიმიტი მაქვს ამოწურული ამ საიტზე. არ არის პრობლემა მეგობრებო. აქ შეგიძლიათ საძიებო სისტემაში ხელახლა ჩაწეროთ PNG თუ icon და აჭიროთ საძიებო სისტემას და გადახვიდეთ რომელიმე სხვა საიტზე. მაგალითად აი ვებსაიტზე. აქაც იგივენაირად აწვევით, შემდგომ ირჩევთ იმ ფოლდერს, სადაც არის PNG ფაილები განთავსებული. ირჩევთ თქვენთვის სასურველ PNG files, აწვევით Opens და ელოდებით რამოდენიმე წამი.
ამის შემდგომ უკვე IQ ხარისხში, აქვე წერია, IQ ხარისხში გადაყვანილ გამოსახულებას იწერთ და ინახავთ თქვენთვის სასურველ ადგილას. ესეც ასე. როგორც კი თქვენ დარწმუნდებით, რომ გაქვთ უკვე სწორი ფორმატის გამოსახულებები და ხატულები და მზად ხართ, რომ ის დააყენოთ თქვენს ფოლდერზე, სანამ დააყენებდეთ, შექმენით მუდმივი ელექტრონული მისამართი. რას ნიშნავს ეს? მოათავსეთ ეს ხატულები ისეთ ადგილას, სადაც მას არ წაშლით, ან მარტივად არ შეეცვლება ადგილმდებარეობა. მე მაგალითად ასეთ შემთხვევაში ვიყენებ იგივე D დისკს. რადგანაც აქედან არაფერს არ ვშლი და მუდმივად აქ იქნება ყველაფერი. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ფოლდერმა არ დაკარგოს ხატულასთან სქედვის ზონა და არ წაიშაღლოს გამოსახულება. ამის შემდგომ შექმნით ახალი ფოლდერი ან უკვე არსებულ ფოლდერზე დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს, შემდგომ properties, შემდგომ customize, ამის შემდგომ change icon, შემდგომ browse. ამის შემდგომ this PC, D დისკი, თქვენთვის ასურველი ფოლდერი, სადაც ეს გამოსახულებები არის მოთავსებული და გრაფა IQ. ან უბრალოდ კონკრეტული აიკონი, რომელიც სწორი ხარისხით არის. იმ შემთხვევაში IQ-ს გრაფას ხსნი და ვირჩევ გამოსახულებას, რომელიც მომწონს. ვაწევი opens, შემდგომ OK, შემდგომ apply, შემდგომ OK. და ფოლდერზე ენდება ჩემთვის სასურველი გამოსახულება. ესე ძალიან მარტივად შეგვიძლია Windows-ში სტანდარტული ფოლდერის გამოსახულებები შევცვალოთ როგორც უშუალოდ Windows-ის ბიბლიოთეკიდან, ასევე გადმოწერილი ნებისმიერი საიტიდან არსებული ხატულებით. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი საიტიდან გადმოწერთ. თავარია, როგორც გვეკითხარით, იყოს ეგრეთ წოდებული IQ ხარისხი. დღეისათვის კი სულ ეს იყო, რაც თქვენთვის მინდოდა მესწავლებინა და მეჩვენებინა. ვიმედოვნებ, რომ მოგთონთ ჩემს არხზე განთავსებული კონტენტი და ზოგადად ჩემი არხი. ყველას ვთქვით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.